ბიჭია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუ. კოჩი პეპა. ველოსიპედი. მშვენიერი მზიანი ამინდია. პეპა და ჯორჯი ველოსიპედით ეერნობენ. რა შესანიშნავი გოგრაა, მამა ღრუტუ. მამა ღრუტუ ძალიან ამაყობს თავისი გოგრით. ჩემს ბაღში გოგრას ყოველთვის ვზრდი. მე ხომ ძალიან მიყვარს გოგრის ნამცხვარე. ჩქარა, ჯორჯ. დენი, სიუზი, რებეკა. პეპა და მისი მეგობრები, ლეკვი, დენი, ბეკეკა, სიუზი, ყურწქვით და რებეკა ეერნობენ ველოსიპედით. ჯორჯიც ეერნობს ველოსიპედით. ის ძალიან ნელა მოძრაობს. აბა ვინ მოასწრებს მამა ღრუტუს გოგრასთან? ოღონდ ფრთხილად არ გადაუაროთ. მამა ღრუტუ ძალიან გაგვინაწყენდება თუ გოგრას დავაზიანებთ. არ შეშინდე პეპა, მომყევით. პეპამ და მისმა მეგობრებმა ველო შეჯიბრი მოაწყვეს. ეი, ოღონდ ჩემს გოგრასთან არა. ფაშა! პეპა, ფრთხილად, მამის გოგრა. უი! მაპატია მამა. ჯორჯი ისენელა მოძრაობს. მას საბავშვო ველოსიპედი აქვს. შენ საბავშვო ველოსიპედი გაქვს, პეპა. 4 ბორბლით. მე მხოლოდ 2 ბორბლიანი მაქვს. მეც 2 ბორბლიანი მაქვს. მაღლა ავიდეთ. შენც წამოხვალ, პეპა? არა, მე აქ დავრჩები. შეხვედრამდე. კარგად. პეპასაც უნდა საბავშვო ბორბლის გარეშე ველოსიპედით ეერნობა. მამა, მე აღარ მჭირდება საბავშვო ბორბლები. მათი დახმარების გარეშე შეძლებ ველოსიპედის დაღებას. კარგი, პეპა, ახლა მე მოვხსნე. მამა ხსნის საბავშვო ბორბლებს. დარწმუნებული ხარ, რომ მათ გარეშე იმოძრავებ? მაგრამ შენ ხომ არ გიცდია? მე შევძლებ, აი მიყურებ? ეს სასაცილო არ არის. 2 ბორბალზე სიარული არც თუ ისი ადვილია. მე დაგეხმარები, პეპა. გთხოვ, მამა. კარგი, აბა მოემზადე. ყურადღებით. გასიე. არ გაუშვა, მამა. ნუ გაშენია, მე მიჭირავს. გამოგდის, პეპა. დაიჭირე, მამა. პედალი აბრუნე, პეპა. პეპა თვითონ ატარებს ველოსიპედს საბავშვო ბორბლების გარეშე. მამა, შენ არ გიჭირავს. შენ თავადაც მშვენივრად ატარებ, პეპა. მართლა? ყველაფერი გამოგივიდა. მართლა? უი, გამომდის. მიყურეთ, მიყურეთ. მე თვითონ ვატარებ ველოსიპედს. დენი, სიუზი, რებეკა, შეხედეთ. მე არ მჭირდება საბავშვო ბორბლები. ხედავთ? ფაშა! ვინ მიასწრებს მამას გოგრასთან? პეპა, ფრთხილად, გოგრა. მე პირველი ვარ. პეპა არ უყურებს, სად მიდის. და პეპა პირდაპირ მამის გოგრაზე დაეცა. მაპატიე, გოგრა გაგიფუჭე, მამა. არაფერია, პეპა. თავარია შენ არ დაშავდე, შვილო. ფრთხილად უნდა ატარო ველოსიპედი. პირდები, მამიკო. კარგი. რაღაც ვიზამთ, რადგან გოგრა გასყდა, მისგან ნამცხვარი უნდა მოვამზადოთ. გიждები ნამცხრებზე. მამა ღრუტუს გოგრა ისეთი დიდია, რომ ნამცხვარი ყველას ეყოფა. ფაშა!